მდინარე წყალწითელის ხეობაში, ქუთაისიდან 6 კილომეტრში დგას მოწამეთას მონასტერი, ადგილი, სადაც ქვადარწმენა საუკუნეთა განმავლობაში თან არსებობდა. ტაძარი არა მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი, არამედ სიმბოლოა რწმენისა და გმირობისა. სწორედ აქ დასრულდა ორი ძმის, დავითისა და კონსტანტინეს მიწიერი გზა, თუმცა დაიწყო მათი მარადიული გზა ხალხის გულებში. მერვე საუკუნეში მურვანყრულ შემოსევისას მათმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს არაბთა სარდალს. საბოლოოდ კი ისინი მოწამეობრივად აღისრულდნენ. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შენაცხა. სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის წამგორ წმინდათა ნაწილები კი თავდაპირველად ხარების დანგრეულ ეკლესიაში იყო დასვენებული. მე-11 საუკუნეში კი არაბთაგან დანგრეული ეკლესიის ადგილას ბაგრატ მეოთხემ მომცრო უგუმბათო ტაძარი ააგო და წმინდათა ნეშტი ახალ ეკლესიაში გადაასვენა. სწორედ ამ ისტორიას უკავშირდება სახელი მოწამეთაც. 1844-65 წლებში კი იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერტლის ხელმძღვანელობით ლევან მოსე და ფილიპე ბერიკაშვილებმა მოწამეთას ეკლესია შეაკეთეს და გააფართოვეს. ამ დროს გადაკეთდა ის გუმბათოვან ნაგებობად. ასევე დაიგო ქვის იატაკი და შეიცვალა კანკელი. წყალწითელის ხეობა, სადაც მოწამეთას მონასტერი მდებარეობს, ისტორიულად ერთ-ერთი დაწინაურებული მხარე არის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ხეობის ძეგლთა შორის კი თვალსაჩინო ადგილს უჭირავს მოწამეთას ხუროთმოძღვრულ კომპლექსს. ეს არ არის მხოლოდ ტაძარი, ეს არის კუთხე, სადაც რწმენა სისხლით დაიწერა. საუკუნეთა განმავლობაში აქ მოდის ხალხი მუხლის მოყრითა და მადლიერებით. 1923 წელს უღმერთო ხელისუფლებამ ეს ტაძარი დახურა მონასტერი და მათი წმინდა ნაწილები გადააბრძანეს ქუთაისში. გადააყრაუნდოდათ, მაგრამ შემდეგ პატრიოტი ადამიანების მეშვეობით და თავოსნობით გადარჩა ეს წმინდა ნაწილები როგორც ისტორიული გმირები და გადაბრძანებული იქნენ ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში. და 54 წლამდე ეს წმინდა ნაწილები იყო დაბრძანებული მუზეუმში, ხოლო 54 წელში ეპისკოპოს გაბრიელ ჩაჩანიძის დროს გადმოსვენებული იქნა ისევე წმინდა ნაწილები, გაიხსნა მონასტერი, აღდგა ღვთისმსახურება და მას შემდეგ დაბრძანებულია მონასტერში და ყველა სურვილს შეუძლია მოვიდეს და ემთხვიოს და კურნება და მადლი მიიღოს მათი წმინდა ნაწილებისგან. ამ დღიდან მოყოლებული მოწამეთობის დღესასწაული ყოველ 15 ოქტომბერს იმართება. მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც ტრადიციულად სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს. ხალხი მოგზანდება, აყვანსცემს წმინდა ნაწილებს და უამრავი კურნება აღესრულება და უამრავი თხოვნის ამსუქებლები არიან. მართლაც ბევრი სასწაული არსებობს წმინდა ნაწილებისგან მოხდენილი, უმეტესად ესენი შეეწევიან სნეულებს და უამრავი ადამიანი მოდის უშვილობის გამო, რომლებიც ევედრებიან შვილებს, უშვილო წყვილები და ხებულობენ კურნებას და ხებულობენ მეუღებას დავით და კონსტანტინესგან. მოწამეთას ეკლესია ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. ჯვრის 4-ვე მკლავი თანაბარია, გუმბათი 4 სვეტს ეკრნობა. ტაძრის თავისებურება ჩრდილოეთით მოწყობილი საკურთხეველია. ეს შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ აღმოსავლეთით საპატიო ადგილას წმინდათა ნეშტები დაკრძალეს. ამიტომაც ხუროთმოძღვარმა საკურთხეველი ჩრდილოეთით გადაიტანა. შესასვლელი ორია, დასავლეთითა და სამხრეთით. საკურთხეველი გამოყოფილია მე-19 საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმინდათა ცხოვრებიდან. მის მარცხენა მხარეს შემაღლებულ ადგილას ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე დევს ხიდან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდათა ნეშტები. საკურთხევლის კონქში შემორჩენილია მხატვრობა, ბედრების კომპოზიცია, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში ჩანს შესრულებული. ეკლესიის სამხრეთით მე-19 საუკუნის ორსართულიანი სამრეკლო დგას. მონასტრის ტერიტორიაზე კი შემორჩენილია შენობის დროიდან გადარჩენილი ორი კოშკის ნაშთი. ქართული გუმბათოვანი სტილი, კაცი, მაგრამ დახვეწილი ფორმებით. ეს ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ ეს იყო ადგილი, რომელიც არა ძალაუფლებას, არამედ სულიერ სიმშვიდეს ემსახურებოდა. მდებარეობაც არ არის შემთხვევითი. თითქოს გადაჰყურებს ძმების წამების ადგილს და მუდამ იცავს მათ ხსოვნას. მოწამეთას მონასტერი დღემდე მოქმედი ტაძარი არის. აქ მოდიან მომლოცველები როგორც უცხოეთიდან, ასევე საქართველოსიდან. ზოგისათვის ეს არის რწმენის ადგილად დარჩენილი სივრცე, ზოგისათვის კი წარსულის გაცოცხლება. ტაძარი ასევე კულტურული მემკვიდრეობაცაა, თუმცა მის ნამდვილ სიცოცხლეს ხალხი ინარჩუნებს. ისინი მის ყოველ კვირას სანთლებს ანთებს, ჩურჩულით ლოცულობს და ისტორიას აცოცხლებს.